ბატონო, ადამიანებისთვის, რომელიც აი უკვე გაფანტული სკლეროზი აქვს, სახელი რა ქვია, არ მახსოვს? სახელი და რომ გაიპარებია ხოლმე რაღაცა ადამიანზეც არის. მას ეკრანი რო გეც ეკრანი რას? ეს ურეკავ თან და თან რუკაზე ნახულობ ჩეულებრივად და თან ურეკავ და იმასაც შეუძლია დაგირეკავს. ამას რო ეკრანი აქვს აი ეს დააწვევი და დაგირეკავს რა, იმან იცის რა. ხედავ თუ არაფერი, არა. არა. უბრალოდ დაგირეკავ და ხმას გააგონებ, გააჩერებ და უზახებ თან რუკაზე უყურებ რა. ხო, ბებო გაჩერდი. ბებო გაჩერდი, ხო, ან დაგირეკავ, ჩეულებრივ ილაპარაკები როგორც მობილური. ხო და მაპზე ხედავ ესა სად არის? ამასაც მაპზე ხედავ. ეს არის ადამიანი. ეს არის ადამიანი. ისაც ეს პირობი. ეს არის პირობი. მქონია შემთხვევა რომ ხო, ეხლა ეს სუბუქია რა. ხან ჩემ ქმარს დააკო, ხან ჩემ ძროხასო, შენ გაგანიჭებდა. გააჩნია, ხო, ქმარს და შეგიძლია ბაბე. ო, რო დალეს და სახში აღარ ბრუნდება, გაატანე რა და იცი სად არის. GPS-ი ჩაუგდებ უშლად. მანქანაში გაატანე რა, ძები პრაქტიკა, მანქანის GPS-ების. მაგარი რაღაცა. ეხლა ეს უნდა დატენო და გაატანო თვითონ დენები. არა, ამას როგორც მობილური ისე ტენი. მინიმუმ არის ხალხი რომელიც 2 დღე ყოფნის მაგის დატენო და არის ხალხი რომელიც 10 დღე გაწვნილია რა, როდის ჩართოს, როგორ იხმაროს, როგორ განაახლოს, ისე მაგას მონადირე ძაღლებზეც იყენებენ, 10 წამიანი განახლება აქვს და ლაივ რეჟიმში გიხაზავს რა ტრაექტორიით მოდის, ისა რა ქვია. ტრეკს გაჩვენ. სხვადასხვა უკრაინელები ძალიან აქტიურად იყენებდნენ ამას რა. ზამზე ამასაც დააყენე, მამედ ეს უფრო პატარა. ხო, მაგრამ ეს გატეხავს მაგას ძაღლი რა, ჩამოგიგე რა. ხო, ეს რაღაცა უფრო ყოჩაღი რაღაცა. ხო, ეს მინს არის რა. არ ტყდება. ხო, არა, ხო, კაი რაღაცა. ზის ენერგია, ზემოთ ზის ენერგია აქვს ესე რა. იმუხტება, ხო, on სპეციფიკური ჩამოკიდება უნდა. ცხენზე შულზე უკეთებენ მოგერდა. არ მინახია ცხენზე. ეხლა ცხენები უფრო სამეგრელოში ყავთ, იმერეთში ყავთ. არა, ძალიან მოშენდა ცხენები აღმოსავლეთშიც. აქ ბალახი არ მოდის გამიგეწვიმები. წელს ერთხელ არის წვიმო მთელი ზაფხული. ცხენი კი შემოხლობე, ცხენი ყავს, ცხენმა გადაჭამა. ყველაზე მეტი GPS-ი მიდის რაჭაში, სვანეთში, ყველაზე მეტი აი პროცენტულად რო ყველაზე რაჭაში, სვანეთში, თბილისის შემოგარენ